მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი თემაა მედიცინა და რეანიმაცია. მე გახლავართ მარიამ მიქაუტაძე, ჩემი თანაწამყვანი იქნება ქალბატონი სოფიო ჭედია და ჩვენი სტუმარია ბატონი ლევან რატიანი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში, პატივია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და წარმატებას გისურვებთ. მოგესალმებით ბატონ ლევან, პატივია თქვენი სტუმრობა ჩვენს პოდკასტში, ნამდვილად თქვენ ხართ ერთ-ერთი წამყვანი თქვენ პროფესიაში. მადლობა ამ სიტყვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მოდი გადავიდეთ პირდაპირ თავარ თემაზე. რეანიმაცია არის ერთ-ერთი ურთულესი პროფესია, რო აირჩიო ექიმმა, ხო? ბევრი სირთულეს ხვდებით აქ და მაინტერესებს თქვენთვის ყველაზე გასახსენებელი ამბავი, როგორც შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ, აი რა იყო მომენტი, როდესაც პაციენტი დაუშვათ ხელიდან გეცლებოდათ, მაგრამ დაბრუნდა, ესე რომ ვთქვა, სიცოცხლეში და ასევე რა იყო მომენტი, როდესაც აი არ გეგონათ, მაგრამ უცებ დადგა ეს სიკვდილის ფაზა. გეთანხმებით, ნამდვილად რეანიმაცია არის დარგი, სადაც მომუშავე ექიმიც ხასიათით, ბუნებით, თვისებით განსხვავებულია. ეს არაა ვთქვათ მარტივი საექიმო საქმიანობა და მეთანხმება სოფოს მოუყლის რეანიმატოლოგია, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან უნდა გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს შენ თავზე უფრო მეტად, ხო? იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ადამიანის ორგანიზმი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეს არის სხეული და მეორე ეს არის გრძნობა. და ასეთი რაღაცაა, რომ გრძნობა და სხეული თუ ერთმანეთს არ შეუთავსე, ხო, სიცოცხლეს ვერ გააგრძელებ. ასევეა რეანიმატოლოგი. რეანიმატოლოგი არის პიროვნება, ადამიანი პირველ რიგში, რომელსაც სიკვდილთან მებრძოლი თვისება უნდა გააჩნდეს, სიკვდილთან ბრძოლასთან თვისება უნდა გააჩნდეს, იმიტომ რომ მეტყვით რომ ყველა ექიმი ასეა, არა, იმიტომ რომ ყველა ექიმი ასე არის. რეანიმატოლოგი არის ექიმი, რომელმაც წამებში წყვიტავს თავის ცხოვრების ყველა მონაკვეთს, რომ პაციენტი გადაარჩინოს. აი ბედთვის ხიძე გადიხარ ხანდახან, იმიტომ რომ ესა თუ იქ იფიქრე, ისე როგორც სხვა დარგის ექიმი, აი ენდოკრინოლოგმა, თერაპევტმა, ასე და ასე შემდეგ, შენ პაციენტს ვერ გადაარჩენ. ამიტომ შენი ფიქრი არის წამიანი, რომელიც სიცოცხლეს არჩენს. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ადამიანი იბადება, იზრდება და ღმერთის ძალით თუ ბუნებით, ძალით საბოლოოდ ყველანი გვდებით. ამ დედამიწაზე არავინ არ რჩებით. მაგრამ სიკვდილსაც თავის სილამაზე გააჩნია. მე ასე უყურებ, როგორც რეანიმატოლოგი, იმიტომ რომ მეც აუცილებლად მოგვდები. და სულ ფიქრობ, რომ ღმერთო ისე მომკალი, რომ რეანიმაცია არ დამჭირდეს. იმიტომ რომ რეანიმაცია გააჩნია დიაგნოზ, ხო? გააჩნია ვინ რეანიმატოლოგის ხელში მოხვდები. ამიტომ რეანიმატოლოგი თვითონ განსხვავებული, სპეციფიური, ყველა ვერ დადგება რეანიმატოლოგი. ბევრ ჩაუბარები ახლა მე რეანიმაციის საპროგრამო ხელმძღვანელი გახლავარ და ჩემ ხელში ბევრი ექიმს გაუვლია, მაგრამ ბევრიც მითქვა შენ ამ დარგიდან უნდა წახვიდე და სხვაგან უნდა იპოვო გზა, იმიტომ რომ რეანიმაცია თვითონ ბუნებაა განსხვავებული ექიმის. უნდა შეგეძლოს ამ ყველაფერთან გამკლავებ. რეანიმაცია ბატონ ლევან, ჯანდაცვის უხილავი მხარე. რეანიმაცია ადგილი, სადაც ექიმი იღებს ყოველდღიურ გადაწყვეტილებას, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. მაგრამ არის საკითხები, რომელზეც ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობს და თქვენი როგორც პროფესიონალის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რა არის ის რეალობა რეანიმაციაში, რომელიც ყველაზე მეტად განსხვავდება საზოგადოების წარმოდგენისგან. როგორ გითხრათ, გეთანხმებით? ანუ ფილმებში ხედავთ რეანიმაციულ მდგომარეობებს, არის ფილმები, მაგრამ აი რამდენად განსხვავდება რეალურად ის და რამდენად ახლოსაა თქვა სიმართლესთან. მე ბევრი ფილმი მინახავს რეანიმაციაზე და თითქოს მსგავსია, მაგრამ განსხვავებულია, იმიტომ რომ აი ერთი სიტყვით არსებობს უხილავი ძალა გაწყვეტიებს ამ ყველაფერს, მე ვერ გეტყვით. ეს უხილავი ძალა შემეცნება უნდა გააჩნდეს რეანიმატოლოგს. თორე ვერავითარ შემთხვევაში პაციენტთან ვერ მოიგებს, ამიტომ წააგებს და ხშირად არის მომენტი, რომ აი თქვენ რო ახსენეთ, რომ ბევრჯერ მიფიქრია, რომ რეანიმაცია რა არის, რატო შეიქმნა, რისთვის შეიქმნა. ხო, ესაა სიკვდილ და სიცოცხლეს შორის ბრძოლა. ხშირად ყოფილა მომენტი, რომ
ამ ბრძოლაში ექიმი რეანიმატოლოგი გამარჯვებული ყოფილა, მაგრამ ყოფილა მომენტი, რომ აი გონია რომ პაციენტი შემხარეს მოდის, შენ და ის ერთად ხარ, უნდა გადარჩეს, მაგრამ სამწუხაროდ წასულა ამ ქვეყნიდან. და ეს ძალიან ცუდი ასატანია ექიმისთვის. მე პირადად დღემდე იმისდა მივხვდავად, რომ 27 წელია ამ სივრცეში ვარ, სიკვდილს ვერ ვეგუები. და სულ იმას შინაგანად ვფიქრობ, რომ თუ მე სიკვდილს შევეგუე, იმ სივრცეში არ უნდა ვიყო. ვერ იმუშავებთ იქ. ვერ ვიმუშავებ. იცით რა მაინტერესებს, აი როდესაც რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გყავთ. ვინ იღებს გადაწყვეტილებას რეალურად, ეხლა ძალიან ცუდად და უხეშად ჟღერს, მაგრამ ვინ იღებს გადაწყვეტილებას რეალურად პირველი, ვის დაეხმარო ამ შემთხვევაში, ვინ გადარჩეს, ვინ გადაიწიოს მეორე პლანზე, აქ ხო დაგეგმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ უნდა მოხდეს პირველ რიგში, რომელი პაციენტს დავეხმაროთ. გაგიკვირდება და უნდა გითხრა და ღმერთი. აქ გადაწყვეტილება შენ არ იღებ, არჩევანი როცა დგება, აუცილებლად დალა გეძლევა იმის ზეციდან, რომ ის უნდა გადაარჩინო და ის აუცილებლად მორჩება. მე პირადად ბევრჯერ განმიცდია განსაკუთრებით COVID პანდემიის პირობებში, რომ აი ეს გზნობა, ის გადარჩება და აუცილებლად გადარჩენილა. მაგრამ ყოფილა მომენტი, ხო აი უხილავ ძალასთან ერთად გიფიქრია, რომ ეს აუცილებლად წავა ამ სამყაროდან და ეს პაციენტი წასულა. ანუ რა თქმა უნდა ძალიან ცუდია ხო არჩევანი და არედანი იყო პანდემიის დროს რომ გვეუბნებოდნენ რომ ვისაც ქრონიკული დაავადება ის უნდა იყოს პირველი სამხედრო წესით მაგრამ ეს ასე არ ყოფილა ისეთები წასულან გამოჯამთელებული რომელზედაც მიფიქრია რომ სომატურად მძიმე იყვნენ ისეთი პათოლოგიები ქონდათ რომელიც თქვა გამოჯამთელების საშუალებას ბუნებრივად მისთვის არ უნდა დამდგარიყო მაგრამ საბედნიეროდ ღმერთის წყალობით ესეთი პაციენტები ბევრი სახში წასულან. მინდოდა მე თქვა რომ თქვენ საერთოდ არ იცით, მაგრამ ბაბუაჩემი ზუსტად თქვენზე დამხედველობაში მოხვდა მაგ პერიოდში და აი გაოცებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ იმედენი ადამიანი იყო მაშინ საავადმყოფოში და თქვენ როგორ ახერხებდით, რომ ყველას ახლობლისთვის, ოჯახის წევრისთვის რაღაცნაირად მიგეწოდებინათ ინფორმაცია, იმიტომ რომ დედაჩემი ძალიან აქტიურად გირეკავდათ და თქვენ ყოველ ჯერზე პასუხს სცემდით, როგორ მოახერხეთ, რომ მაგ პერიოდში იყავით ამდენად კომუნიკაციაზე ამ ადამიანებთან, ვინც სრულიად ერი პანიკაში ვიყავით, ხო? არ ვიცოდით რეალურად რასთან გქონდა საქმე. თქვენ მოახერხეთ, რომ ყველა ადამიანამდე მიიტანეთ ინფორმაცია იმ დონეზე, რომ ეს ადამიანები დამშვიდობულიყვნენ. ძალიან ზრთული პერიოდი გავიარეთ, ხო? დამეთანხმებით ყველა და ამ რთულმა პერიოდმა სამწუხაროდ მეგონა რომ როცა დამთავრდებოდა ეს პერიოდი, ადამიანებს რო შეხვდებოდა თბილი სიტყვის, მეც არაფერს არ ვეტყოდით. მაგრამ არ გამიმართლა ცხოვრებაში ამ ფიქრმა, იმიტომ რომ 8 თვე არ ყოფილა ქუჩაში საერთოდ არავისთან გარდა იმ საავადმყოფოსი ოჯახის წევრს კი არ მინახავს არც ერთი, იმიტომ რომ ასე მეგონა რომ აი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, რაც არ შემეძლო როგორ გავაკეთებდი, ახლა რაც შემზე იყო რომ ყველამდე მივსულიყავი. საავადმყოფოს გარეთ თუ ვინმე დამირეკავდა, აი სუცდილობდი რომ მათთან სახში მივსულიყავ, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს პერიოდი იყო პერიოდი, რომელსაც ღმერთი გამოცდას გიწყობდა და მე ასე ვფიქრობ, ახლა ბევრი წელი არ გასულა, მაგრამ რამოდენიმე წელი გავიდა, ხო? 4 წელი. რაც პანდემია თითქმის დასრულდა, ხო? პირველი პერიოდი იყო ქაოსი, საშინელება ქაოსი იყო და სულ ფიქრობდი, რომ თუ ამ ქაოსს გავყევი აუცილებლად მე დავმარცხდებოდი ამ პაციენტებთან ერთად და ერთი რამე გავაკეთე, რომ ჩავიკეტე ჩემ თავთან, იმიტომ რომ არ მაინტერესებდა სხვისი აზრი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამ დაავადების შესახებ ბრძოლა როგორც ჩემთვის იყო, ისე უცხო, ისე სხვებისთვის იყო. მეორე გავაკეთე ის რომ კურნალობდი ამ პაციენტებს სიმპტომურად რაც შემეძლო, რაც კლასიკურ მედიცინას გამოცდილება ჰქონდა. არც ერთი თქვათ წამალი, რომელიც იმ დროს იყო ექსპერიმენტული, არ მიხმარია, იმიტომ. და დამეთანხმებით, რომ ამ გადასახედიდან ამ მიდგომამ გამართლა. და მეორე მომენტი იყო, რომ პაციენტს ყველა პაციენტთან ვისთანაც შემეძლო, ვეუბნებოდი, რომ ის აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო. და როდესაც ხედავდი, რომ პაციენტი ფსიქოლოგიურად დატვირთული იყო, ყველაზე მეტად ვცდილობდი, არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი, რომ ის გაგვემხნევებია. იმიტომ რომ ერთი რაღაც არსებობს ადამიანის სუნთქვაში, მართვაში, რომ მართავს ქერთი და მართავს
ავტომატ ფიზიოლოგია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ამ პანდემიის დროს იყო თავის ტვინის ქერქი. თუ ქერქს პაციენტი და შენ მასთან ერთად მართავდი და არ იყო თქვა მკვეთრი დაზიანება ფილტვის ქსოვილის, ასეთი პაციენტების უმეტესობამ ჯამთელდებოდნენ, იმიტომ რომ ამას თავის ფიზიოლოგია გააჩნია, ხო? ახალი კორონავირუსი უცხო იყო გარემოსთვის, ადამიანის ორგანიზმისთვის და უმეტესად ადამიანები უფრო მეტად ავტოდაზიანებას უწყობდნენ თავის თავს, ვარდებოდნენ ფსიქოემოციურ სტრესში, ირღვევოდა იქ ნეიროჰუმორალური პროცესები და მძიმდებოდნენ და მას ემატებოდა ფსიქოლოგიური, მე ემატებოდა ფუნქციური, მე ემატებოდა სომატური და საბოლოოდ ასეთი პაციენტები სამწუხაროდ მართვით თქვაზე ხვდებოდნენ, მაგრამ თუ საწყის ეტაპზე ნახავდი რომ აქ ფსიქოემოციურ უფრო წინ იყო ვიდრე თქვა სომატური, ესეთ პაციენტები კონტაქტით ურთიერთობით რას არ ვიგონებდით ვერ გეტყვი, პირბადიც კი მოვიხსენე. იმიტომ რომ პირველი ვიყავი ალბათ ქვეყანაში, მახშინ დამირეკა ბატონმა თენგიზმა და მითხრა რომ შეირო დაგემართოს ეს რა უნდა ქნას მაშინა და გაიკეთე პირბად, იმიტომ რომ ფოტო ჩაუგდეს რომ მე უპირბადეო დავდიოდი ამ კოვიდ პაციენტებთან. იმიტომ რომ როდესაც ეს შევედი პირველად ჩაფხუტით ამით ვერ გცნობდა ვინ იყავი, რა იყავი, უცხო პლანეტას გეძახდნენ პაციენტები და მივხვდი რომ ამით საქმეს ვერ გავაკეთებდი. და რამდენიმე დღეში ალბათ ერთ კვირაში მოვიხსენე ეს ყველაფერი და მათთან ერთად ამ გმირობისთვის ცხოვრობდი რაც შემეძლო, ხო, ბევრი იძახის რომ ხო გავიგე. რაც მე შემეძლო გავაკეთე, ახლა და რაც არ შემეძლო გონდა გამეკეთებია, სულ მაგას ვფიქრობ. მეც ღამე როცა ძილის საშუალება მქონდა ამ ჩემ ექიმებთან ერთად არ ვიძინებდი, კითხულობდით რაღაცაებს ყველა ერთად და ეს შეგვეძლო რომ ხარში დავდგა, მოდი ბევრი არ გავკეთებია, ვექიმობდი ჩვენ საქმეს ვაკეთებდით. საოცრად მადლობა თქვენ. კითხვა მინდა ესეთი დაგისვათ, რა არის ისეთი რეანიმაციაში, რასაც არც პაციენტს, არც ოჯახის წევრებს არ ეუბნებით, მაგრამ თითქმის ხშირად არ ეუბნებით, მაგრამ უნდა იცოდნენ. ესეთი რაღაც ჩემ საექიმო საქმიანობაში რაც ექიმი გავხდი არ ყოფილა. მანამდე იყო ხო პაციენტის პატრონს უმალავდნენ პაციენტსაც რომ ამ თავის დიაგნოზს, მაგრამ დღეს ისეთი ცხოვრება დადგა, ყველამ უნდა იცოდეს თავის დიაგნოზის შესახებ. რა პერსპექტივები აქვს, რა მკურნალობის მეთოდები არსებობს. განსაკუთრებით კრიტიკულ მედიცინაში ხო უმეტესად პაციენტების ცნობიერების გარეშე შემოდია. ამიტომ მათ რას ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ ისინი კონტაქტში შემოდიან, იმიტომ რომ ეს ის სიტყვა, რომელიც ექიმმა აუცილებლად უნდა უთხრას პაციენტს, მაგრამ პაციენტის პატრონმა აუცილებლად უნდა იცოდეს თავის პაციენტის გამოსავალი. დღეს სხვა ცხოვრება დადგა, იმიტომ რომ ექიმობა დამეთანხმებით, რომ რამეს ემორჩილება მორალს და კანონს. სამწუხაროდ ხშირად ექიმები უმორალო არიან, ხშირად ექიმები უკანონო არიან, როგორც იძახიან პაციენტის პატრონები და ალბათ ამ გადასახედიდან როგორც მე ექიმი მათ ამის უფლება აქვთ ექიმს უთხრან რომ მორალი გაკლიათ კანონის არ ემორჩილებით, იმიტომ რომ ისინი პაციენტის პატრონები არიან, იმიტომ რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ამის შესახებ. მეც მქონია ეგეთი რო გითხრათ არა ხო ტყუილია აუცილებლად. იმიტომ რომ მეც ექიმი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ, მაგრამ ამ ცხოვრებამ მაჩვენა რომ აუცილებლად პაციენტს უნდა უთხრა ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ პატრონს აუცილებლად უნდა აუხსნა მისი პაციენტის გამოსავალი. იცით რა მაინტერესებს, დანებება ზოგადად, თვისება, არის ძალიან რთულად გამოსამუშავებელი, ხო? როდის იღებთ გადაწყვეტილებას და ზოგადად როგორ მოდის ეს აზრი, რომ ხვდებით, აქ უკვე აზრი აღარ აქვს ბრძოლას და გააცნობიერებთ, რომ ეხლა უნდა გაჩერდეთ. როგორ რაღაცა, იცით, პაციენტები იყოფიან ჩვენ და საკეთილდღეოდ რესურსიანი და ურესურსო. ამიტომ ყველა ექიმს უნდა გრძნობდეს, ვის გააჩნია რესურსი. და ვის არა, ვისთან უნდა იბრძოლოს ბოლომდე და ვისთან არა. იმიტომ რომ არის ნოზოლოგიები, სადაც ბრძოლას აზრი არ აქვს. მეტიტანჯვა არის. ხო, ანუ წინათავს კი რომ სიკვდილსაც თავის სახელი ქვია. სიკვდილსაც თავის სილამაზე გააჩნია, იმიტომ რომ კიდევ ხო ძნელი წარმოსადგენია, ხო? ექიმმა რომელმაც უნდა იცოდეს დარვინის თეორია და ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს საღვთო თეორია, ორივე, ხო, ქრისტიანული თეორია, ჩვენ ქრისტიანები ვართ, ხო? ამიტომ რომელია მართალი, ხო? ამას
რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ერთი რამ, როცა ხარ ქრისტიანი, აუცილებლად დარვინს უარყოფ. მაგრამ ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ადამიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სამყაროში დროებით ვართ. და თუ დროებით ვართ, იწყება რაღაც და რაღაც თავდება. ეს ეხება სიცოცხლეს და აუცილებლად ექიმმა უნდა იცოდეს, თქვა, რესურსიან პაციენტს არ უნდა შეეშვას არავითარ შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდას. იმიტომ რომ ყველა ახალგაზრდას ღმერთო ყველა ჯვარი წერია, ხო, მაგრამ არის ხო რაღაც სიტუაციები, როდესაც ეს პაციენტები სამწუხაროდ ხდებიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციაში, მათთან დანებება არ შეიძლება. აუცილებლად ბოლომდე ბრძოლა, მაგრამ არსებობს აი დამეთახმება ქალბატონისოფო ნოზოლოგიები, რომელიც არის თქვა სიმსივნე და ასე და ასე შემდეგ უამრავი ქრონიკული პათოლოგიები, რომელსაც რესურს ორგანის აღარ გააჩნია სიცოცხლის უნარიანობის. ასეთთან რაც შეიძლება პალიატიური ზრუნვა უნდა იყოს, რაც შეიძლება მსუბუქი, რაც შეიძლება გარემო უნდა შევქმნათ ასეთ პაციენტს იმისა, რომ მეტი ახლობელთან კონდეს კონტაქტი, იმიტომ რომ და მინდა გითხრათ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ხშირად ვეუბნები, რომ მოიყვანე მოძღვარი, მოიყვანე დედაო, იმიტომ რომ მათმა სხვანაირად იციან ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა. და აი ხო ეს ადამიანები ვინ არიან, ხო, მღვდელიც, დედებიც ვინ არიან, შუამავლები, ჩვენ და ღმერთშუა. და ამიტომ მათთან ურთიერთობა როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის დიდ კომფორტს წარმოადგენს და შვებაა. თქვენ რეანიმატოლოგები ხართ კარიბჭის კართან, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ და იმ კარიბჭესთან დგანან ჩვენი სულიერი მოძღვარები. კი, აი, მოძღვარს ვეუბნებ, მოიყვანე მოძღვარი, მოიყვანე დედაო, გაგიკვირდებათ როგორი უნება რეანიმატოლოგი. ალბათ ბევრი სხვათა შორის კოვიდის დროს არ დამიტოვებია, როცა მქონდა რაღაც პერიოდი განსაკუთრებით კვირეობით, დავდიოდი ყველა ტაძარში. იმის დამოხედ დაკეთილი იყო, დუღია იყო. სულ დავდიოდი და ზოგი ჩემი კოლეგა ლოცულობს ეძახდა გაკურვებული უთქვამთ, მოუწერიათ, გაუქილიკებივართ. მაგრამ ეგ მაძლიერებდა ძალიან, თორე ეგ რო არ იყოს განსაკუთრებით რეანიმატოლოგს თუ არ წამს ღმერთი. ის ვერ დავძროს ექიმი, რეანიმატოლოგი ვერაზოს ვერ გამოვა. ეხა მინდა გადავიდეთ ცოტა სხვა რელსებზე, რომ თქვენ ხართ ასევე ერთ-ერთი კარგი კლინიკის მენეჯერი. და აი საქმე როცა სიკვდილ სიცოცხლეს ეხება, თქვენ ხართ ცენტრში ამ კლინიკის თავში. როგორია აი ფინანსური რესურსები? რამდენად გავლენას ახდენს ექიმის გადაწყვეტილებაზე? გავრცელებული მითი ხალხში, რომ აი ფინანსური რესურსები გავლენას ახდენს პაციენტის გადარჩენის შანსზე. რამდენი წელია ვარ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, განყოფილების გამგეც ვიყავი, არცეთ ჩემთვის, არცეთ დირექტორს არ ვთქვა, რომ და ალბათ რომ ვერც კი გამიბედავდა ვერავი, ხო, მეც ვყავს უფროსი, ახლაც მანამდე ვყავდა, რომ დაზოგე თანხა პაციენტ, არა, ეს არ მომხდარა და ისე წავალ ამ ქვეყნიდან. ეს ჩემ ცხოვრებაში არ მოხდება, ვერავინ ვერ იტყვის. რომ მე ლევან რატიანმა ვინმე შეზღუდა და პაციენტს დააკელი არ არსებულია. მე მირჩენია სახლიდან მოვიტან და ბევრჯერ მომიტანია და ბევრჯერ მოვიტან, ვიდრე პაციენტს ეს წარმოუდგენელი მithოვია. მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ეს თუ გააკეთე ექიმმა დამთავრებულია საქმე, ექიმი არ ახარ. იცით რა მაინტერესებს, ჯერ ძალიან ემოციურია ეს ჩვენი ინტერვიუ და ძალიან და გამიჩნდა ესეთი კითხვა, რომ როგორ არ გტეხავთ ეს ამდენი სიკვდილ სიცოცხლის საზღვარზე ყოფნა და სახლში რომ მიდიხართ, როგორ ახერხებთ, რომ ეს ინფორმაცია ამოიგდოთ თავიდან და მე არასდროს არ დამოვიწყდება, ჩემი ძმაც ამ პროფესიაშია და ყოველთვის ამბობდა, რომ პირველად როდესაც მორგში მოვხვდიო, ადამიანები იქ რო იყვნენ, გათავისებული რო ჰქონდათო, გაოგნებული წამოვიდა იქიდან და დასტრესილი იყო ამისგან და მე ვერასდროს ვერ ვიქნებიო ამ პროფესიასთან ახლოსა და ეხლა მაინტერესებს, რომ თქვენ როდესაც მიდიხართ ამდენი პაციენტის ტრამვით სახლში, ფსიქოლოგიური ტრამვით პირველ რიგში. ეს დიდი ტრამვაა, ძალიან დიდი. როგორ? მაგრამ როგორ გითხრათ, თუ ამას არ გაუძელი და ახალი არ დაიწყე,
სუნთქვას აქ ესეთ რაღაცა რა, სუნთქვის ციკლი არსებობს. ჩასუნთქვა უნდა დაიწყო, დამთავრდეს, რომ ამოსუნთქვა დაიწყოს. ანუ არ გადუნებს ეს პროფესია. ვიღაცა ჩერდება სამწუხაროდ გული, გარდაუვალი სიტუაციაა, მაგრამ იქვე იწყება მეორე პრობლემა. სხვა პაციენტთან, ამიტომ მოდუნებას არ გაძლევს რეანიმაციაში, როცა მუშაობ, ეს ცხოვრება. თუ მოდუნთი, თუ გაჩერდი, სუნთქვა რო ჩერდება, რა ხდება? კვდება ადამიანი. ამიტომ მყარია ის ექიმი, ვინც ხელახლა ცხოვრებას არ იწყებს. თუ ვერ დაიწყე ხელახლა, მასთან ერთად ბრძოლა, მომდევნო პაციენტი განწირული. განწირულია. და თუ იმას ვერ ამცნობიერებ, რომ ის მოკვდა და შენც მოკვდი და შენ ის გივი საგრძელებ, მაშინ დაღუპული ხარ. დღეს საუბრობთ რეალობაზე, რომელიც ბევრისთვის უხილავია, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება ყველას შეგვეხოს. ერთი რამ რომ შეგეძლოთ შეცვალოთ ჯანდაცვაში, რომელიც ყველაზე მეტ სიცოცხლეს გადაარჩენდა, რა იქნებოდა? საკმაოდ რთული კითხვა დამისვით, მაგრამ ამ კითხვაზე ბევრჯერ მიფიქრია. რას გავაკეთებდი? მარტივი არ არის, მაგრამ ყველა რთული სიმარტივეშია. რასაც გავაკეთებდი, აუცილებლად მომავალ ექიმს პირველი დღიდან ვაჩვენებდი პაციენტს და მასთან ერთად ვაცხოვრებდი, იმიტომ რომ დამეთანხმები სოფო, რომ ძველ დროს ექიმობა სამწუხაროდ მოდად ითვლებოდა. სამოდაო პროფესია ექიმობა არ არის. ესაა პროფესია, სადაც დღე და ღამე უნდა ისწავლო და პაციენტთან უნდა გაატარო. სული მესვენები, ბევრი წიგნის კითხვა არ ნიშნავს კარგი ექიმის ჩამოყალიბებას. წიგნის კითხვა კარგია, ოღონდ უნდა იყოს ლიტერატურის მცოდნე. მაგრამ ექიმმა უნდა იცოდე ყველა მოვლენის აღწერა. ამიტომ ვისურვებდი, აი თუ ოდესმე შევძელი და ოცნება მაგისი განათლება, რასაც საექიმო საქმიანობა ქვია, რადიკალურად შესაძლებელია და აუცილებლად შევძლებდი. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ნამდვილად დღესდღეობით. მეც ეხა პირადად ძალიან შემეხო ეს, ხო? სადღაც დაახლოებით მე-6 კურსამდე ვერ ხვდები საერთოდ კლინიკაში. როდესაც სწავლობ სამედიცინოზე, არავინ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ უშუალოდ ვეხვეწები ყველას, მოდი იმუშავე, მოდი ანაზღაურებადია ხო საუნივერსიტეტო ვერა, იმიტომ რომ ჩვევა ხო ესეთი რაღაცა გუზნაძის განწყობის თეორია თითქოს ყველამ კარგად ვიცი, ნაცნობობა და უცნობობა. ნაცნობი როცა ახლოს ხარ, წაკითხული გაქვს, შეშლის ხორცებული გაქვს. ახლა პირველი კურსიდან უნდა იყოს პაციენტთა მოვლა, ხო, პირველი რაც არის მოვლა, ხო? ამიტომ ვისურვებდი, რომ ალბათ დადგება, ხო, ამ დაწყებულია რეფორმა და იმედია მოიაზრებს ამ ყველაფერს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი აუცილებლად ესე უნდა დაიწყოს ცხოვრება. ყოველთვის ამბობენ, რომ ბევრი სწავლით შეიძლება გახდე მეცნიერი, მაგრამ ბევრი სწავლით ვერ გახდები ექიმი. ბევრი სწავლით გახდები ექიმი, მაგრამ ამავდროულად უნდა გახდე ადამიანი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ექიმო საქმიანობა, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არის მარტივი საქმე. ეს არ არის ორჯერ ორი, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სამედიცინო საქმიანობა თანამედროვე ექიმობა სულ სხვა რაღაცა, იმიტომ რომ უამრავი ინფორმაცია, სადაც ექიმმა, დამწყებმა, ზრდასრულმა, კვალიფიცირებულმა და ასე შემდეგ, ხო, უნდა აიღოს ის, რაც მას და მის პაციენტს გამოადგება და ეს ამ წუთში იმდენად ქაოსია ლიტერატურაში, რომ ძალიან ძნელია. კი და ბოლო კითხვას დაგისვამთ, აი ერთი რა შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ, როდესაც გქონდათ აი ესეთი მომენტი, რომ აი მადლობა გადაუხადეთ ღმერთს და იმდენად დიდი ემოცია გქონდათ, რომ ეს რაღაცა გავყვება. შეიძლება ეს თქვენი პროფესიის დასაწყის პერიოდში უფრო იყო, როდესაც აი იწყებდით და მაშინ გადარჩა ესეთი პაციენტი, რომელიც ურთულესი გადასარჩენი იყო და გააგრძელა ცხოვრება. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ექიმის, განსაკუთრებით რეანიმატოლოგის ჩემ ცხოვრებაში ესეც იყო. ეს რო არ ყოფილიყო, ალბათ თქვი კიდევაც, რომ ექიმი აღარ ვიქნებოდი. საბედნიეროდ გადარჩა. დღეს ბედნიერია, მეც და ისიც, იმიტომ რომ ის ჩემი პირველი პაციენტი იყო, რომელიც გადარჩენას ვოცნებობდი და ღმერთმა ვლოცულობდი ამ ყველაფერზე და გადაარჩინა, იმიტომ რომ კრიტიკული იყო, რამოდენიმე დღეწნევა არ ეზომებოდა, ხო, არ ხდება ეგეთი რაღაცები მედიცინაში, ხო, მაგრამ უფლის წყალობით გადარჩა. გადარჩა ცხოვრება, გააგრძელა და მე ექიმობ.
რა აზრის ხართ ევთანაზიაზე? უნდა იყოს თუ არა ეს კანონი? ეხლა უცებ დამებადა ეს ექსპრონტად ეს კითხვა. ეს კანონი მე როგორც რეანიმატოლოგმა მინდა გითხრათ, რომ არ უნდა იყოს. ჩვენ სიცოცხლე არავისთვის არ მიგვიცია და ჩვენ სიცოცხლე არავის არ უნდა შევწყვიტოთ. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ესეთი ემოციური ინტერვიუ. ნამდვილად ალბათ არ ვიცი როგორ გვექნებოდა ვინმესთან, თუ არა თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ მართლა აი ეპიცენტრში იყავით კოვიდის პერიოდში, რომელიც ჩვენი არსებობის მანძილზე ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იყო კაცობრიობისათვის. მადლობა რომ გვიყურეთ, იყავით აქტიურები, დასვით კითხვები, ვეცდებით მაქსიმალურად საინტერესო სესიები შემოგთავაზოთ შემდეგ პოდკასტებში.